ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს დილით ბათუმში, ავარია ეგრეთ წოდებულ კარიბჭესთან, ტბელ აბუსერიდისა და შეიხ ნახაიანის ქუჩების კვეთაში მოხდა. ნახაიანის ქუჩაზე მოძრავი Opel Astra მარკის ავტომანქანა აღმაშენებლის ქუჩის მიმართულებით მოძრავ Mercedes-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა საპატრულო პოლიცია. რამდენიმე წუთში მოხდა კანონმდებლისა და ექსპერტების მობილიზებაც. მომხდარზე მოკვლევა დაწყებულია. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის დახმარება, მხოლოდ Mercedes-ის მძღოლს დასჭირდა 50 წლის მამაკაც, როგორც ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა განაცხადა, მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღმოაჩნდა პაციენტმა, სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. დაახლოებით 11-ის ნახევარზე დღეს მოყვანილი იქნა პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, მამაკაცი 50 წლის, რომელიც ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა ავტოავარიაში. პაციენტს აღენიშნებოდა გუმგერდის დაჟიჟილობა, გაკეთებული იქნა რენტგენოლოგიური გამოკვლევა, სადაც ტრავმული ცვლილებები არ გამოვლინდა. პაციენტს მიეცა სათანადო რჩევა დარიგება და გაიგზავნა ამბულატორიულ მკურნალობაზე.